ხშირად რეკავენ სააგენტოს ცხელ-ხაზზე მოქალაქეები და ითხოვენ ცხოველების თავიდან მოშორებას. ამის შესახებ შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა TV მონიტორინგთან საუბრისას განაცხადა. ბექა გიუნაშვილი ამბობს, რომ მიმდინარე წელს იყო მიუსაფარი ცხოველების მოწამვლის არაერთი ფაქტიც. სააგენტოს ხელმძღვანელმა ცხოველების მეპატრონებს ის ვალდებულებები შეახსენა, რაც მათ ყოველთვის უნდა ახსოვდეთ. ბექა გიუნაშვილმა ცხელ-ხაზზე დროული შეტყობინების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ მიუსაფარ ცხოველს რაიმე პრობლემა ექნება, სააგენტოს უნდა მიმართონ. ხშირია პატრონები რეკავენ და ცხოველის მოშორებას გთხოვენ. რა თქმა უნდა, ოპერატორი მათ განმარტებას აძლევს, თუ ეგეთი რაღაცა არ არსებობს, რომ პატრონი ოჯახში მიიყვანო ცხოველი და ერთ დღესაც აღარ მოგინდეს და მოაშორო. არაერთი ფაქტი დადასტურდა, დაფიქსირდა ცხოველების მოწამვლის. დროული რეაგირება, სადაც მოხდა, სადაც ხილხაზზე დროული შეტყობინება მოხდა, აი კომბინატში რამოდენიმე ფაქტი იყო, ერთ მიმკედელებელს რამდენიმე ცხოველი მოუწამლეს და დროულად მოგმართა და მათ გადასხმების შესაბამისი გადაუდებელი მკურნალობა ჩაუტარდათ, გადარჩა, მაგრამ ცხელ-ხაზზე თუ დროული მომართვიანობა არ მოხდა მიმკედებლების მხრიდან, ამ შემთხვევაში ჩვენ გაგვიჭირდება ეს რეგიონის მასშტაბით, ხო ვერ გავიგებთ სად რა მდგომარეობა შეიძლება იყოს. მიმდინარე წელს რამოდენიმე ინტოქსიკაციის ფაქტი ჰქონდა, რამოდენიმე ისეთი მძიმე არ მახსენდება, მაგრამ ყოველთვის რეაგირებას ვაკეთებთ, მეტი წელი გადავარჩინით. მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც უკვე ძალიან მძიმე შემოვიდა, დაგვიანებით შემოვიდა მომართვის და შეიძლება ეგეთის გადარჩენა ვერ მოხდა. ხშირი არის დაზიანებები, ძირითადად ავარიებით შემოდის. 4-ვე ქალაქიდან და 4-ვე რაიონიდან. ეს ძირითადად ყველაზე მეტი შემოდის გორიდან და ხაშურიდან. იმიტომ რომ ცენტრალური მაგისტრალიც აქ გადის, მოსახლეობის რაოდენობაც მეტი არის და შესაბამისად ცხოველების რაოდენობაც მეტი არის. არაერთ ძაღლს ნახავთ ქალაქში ამპუტირებულს, თათმოჭრის, ეს ჩვენი ვეტერინარები ძალისხმევით მოხდა ამ ცხოველების გადარჩენა.